ვისაუბრებთ მამაკაცურ პრობლემებზე, ერექციული დისფუნქცია ქვია. ბევრი კითხვა იყო, რომ ამ საკითხზე მესაუბრა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვისაუბრო, პრობლემა დიდია. კაცების თითქმის 40%-ს 40 წლის ზევით აწუხებს ერექციული დისფუნქცია, საშუალო ან მძიმე და უფრო მეტს კიდე ზოგჯერ მაინც 40 წლისთვის სადღაც ესე 20-დან 30%-მდე კაცებს აწუხებთ, 50 წლის ზევით უკვე ბევრად მეტს. შესაბამისად, უზარმაზარი პრობლემაა რეალურად, რომლის წინაშეც მამაკაცები დგავართ ხოლმე, განსაკუთრებით ზედა ასაკში, ამიტომ ღირს რომ განვიხილოთ მიზეზები, მკურნალობა და როგორ დავიცვათ თავი, იმიტომ რომ ახალგაზრდა ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოიქცევით, რა დაგხვდება, მაგაზე ბევრია დამოკიდებული. ამიტომ თქვათ პირველ რიგში მიზეზები, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი არის მაღალი წნევა, სისხლძარღვების პრობლემა. ადამიანებს, რომელსაც ხანგრძლივად აქვს მაღალი წნევა, ნელ-ნელა უვითარდებათ ერექციული დისფუნქცია. შეიძლება არა თავიდან და ეს იყოს მაცდური, მატყუ არა, ადამიანს ეგონს რომ ყველაფერი კარგადაა, არა. ყველაფერი კარგად არ არის, როცა მაღალი წნევა აქვს ადამიანს, ყველაფერი კარგად არ არის. ეგ ემჩნევა ყველაფერზე, მათ შორის ერექციული დისფუნქციასაც, მათ შორის თირკმელების მდგომარეობას, მათ შორის გულსისხლძარღვთა მდგომარეობას. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი არის დიაბეტი. დიაბეტი ნელ-ნელა აზიანებს სისხლძარღვებს და სისხლძარღვების ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი ერექციული დისფუნქციის განვითარების მექანიზმში. ჭარბიწონა უმნიშვნელოვანესია. ჭარბიწონა არ მარტო ფიზიკურად აზიანებს სისხლძარღვებს, არამედ ჭარბიწონა ესტროგენების რაოდენობას ზრდის, ქალური ჰორმონების, ტესტოსტერონის რაოდენობას ამცირებს, კაცური ჰორმონის, რაც ძალიან დიდი პრობლემაა მამაკაცებისთვის, განსაკუთრებით ასაკთან ერთად. ასაკთან ერთად ტესტოსტერონის რაოდენობა იკლებს ჩვენს ორგანიზმში. მოყოლებული 35 წლიდან ჩათვალეთ, რომ ყოველ წელიწადს 1% ან 1.5% ტესტოსტერონი გვაკლდება. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 60 წლისთვის ადამიანს უკვე 10-15%-ით ნაკლები ტესტოსტერონი აქვს, ვიდრე 35 წლამდე ქონდა, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში ქონდა. დამატებული კიდე ნევროლოგიური პრობლემები შეიძლება ან წამლები, რომელსაც იღებს ზოგი წლების წამალი, ანტიდეპრესანტები და კიდე სხვა მათ შორის რეკრეაციული წამლებიც მოქმედებს უარყოფითად და ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო მან. ახლა ვთქვათ რა არის მკურნალობა, ოქროს სტანდარტი მკურნალობის მოკლედ ერექციული დისფუნქციის არის სილდენაფილი. სილდენაფილი გაუგია ალბათ ყველას, ოღონდ გაუგიათ ვიაგრას სახელწოდებით, ვიაგრა არის იგივე სილდენაფილი. ვიაგრა არის ეფექტური ფოსფოდიესტერადა 5-ის ინჰიბიტორია, აინჰიბირებს მოკლედ ამ ფერმენტს და სისხლძარღვების აფართოებს, სისხლძარღვებს რო აფართოებს, განსაკუთრებით სასქესო ორგანოში, შესაბამისად ადამიანს ბევრს შველის, ეფექტურობა აქვს 60-დან 80%-მდე, ანუ მაღალი ეფექტურობა აქვს გვერდითი ეფექტები, მაგალითად თავის ტკივილი, წამოხურება, ცხვირში შეგუბება, ზოგიერთი მხედველობის პრობლემები, შესაბამისად ძალიან უსაფრთხოა ჯამში მიიჩნევა უსაფრთხოდ, მაგრამ თავის გვერდით ეფექტები აქვს. ყურადღების უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ნიტრატებს იღებს, ნიტრატებთან ერთად ვიაგრას მიღება არ შეიძლება. არსებობს ტადალაფილი, კიდე სიალისი, ბევრს გაუგია შეიძლება. სიალის ის აქვს მთელი მუღამი, რომ ხა ვიაგრა მიიღება მაგალითად 60 წუთით ადრე და დაახლოებით 6 საათის განმავლობაში აქვს ეფექტი, 4-6 საათის განმავლობაში. რაც შეეხება სიალის, მას აქვს დაახლოებით 36 საათის განმავლობაში ეფექტი. ეხა ეფექტს რო ვამბობ, რომ 36 საათის განმავლობაში ეს არ გაიგოთ სწორხაზოვნად, ან 36 საათის განმავლობაში კი არ ექნება კაცს ერექცია. არამედ მისი მოქმედება, ან ის იქნება ეფექტური სქესობრივი აგზნების შემთხვევაში, მაგ ამ პერიოდის განმავლობაში დაეხმარება. ამაზეა საუბარი, თორე არა იმაზე, რომ ადამიანი ეგრე იყოს. შესაბამისად,
ეს Cialis და Viagra ორივე არის ძალიან ცნობილები, მოკლედ. Alprostadillia, შემდეგი პრეპარატი, რომელიც ინექციების სახით არის და კიდე სუპოზიტორია არის შარსადენში შესადები, ძალიან არა კომფორტულია, მოკლედ მისი არც ერთ ფორმით მიღება არ არის კომფორტული, მაგრამ ის არის რომ ძალიან მაღალი ეფექტურია, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს რეაქცია Viagra-ზე და Viagra არ ამჟღავნებს ეფექტურობას, მათში არის მოკლედ ძალიან ეფექტური და ამიტომ არის რომ როცა სხვა გზა არ არის იყენებენ მას. კიდე არის რამდენიმე ფორმა, რომელიც ეს Viagra-ს გვანან მოქმედებით, მაგრამ ყველაზე კლასიკურები ესენია. რაც შეეხება სხვა რამეებს, საკვები დანამატებს, მაგალითად როგორ შევუწყოთ ხელი, რის გაკეთება შეიძლება დამატებით და ესე L-არგინინი არის ესეთი, L-არგინინი ხელს უწყობს ენოს გამომუშავებას და ეგ არის ის სისხლძარღვების გაფართოებისთვის და სისხლძარღვების გამოფართოებელია, მოკლედ, რომელიც მიიჩნევა, რომ ეხმარება ერექციული დისფუნქციას. არ არის ისე ეფექტური, როგორც თქვათ Viagra და ეგენია, შესაბამისად, თუმცა დღეში დაახლოებით 2-5 გრამი მიიღება, ვისაც აი ზოგ ადამიანს ეხმარება, მოკლედ, შესაბამისად გამოიყენება ხოლმე როგორც დამხმარე საშუალება. Ginsengია კიდე, Ginseng-ი, რომელიც ცნობილი არის, მცენარეა, მოკლედ, კორეული წითელი Ginseng-ი, ესე ქვია Ginseng. ბევრი რამისთვის იღებენ ხოლმე მას, როგორც ადაპტოგენსაც, სტრესის მომხსნელი და ანტიოქსიდანტი და ბევრი მოქმედება აქვს, მოკლედ. კარგია Ginseng-ი საკმაოდ და ერექციული დისფუნქციისთვისაც ცუდი არ არის. ეგ ახლა ძირითადად მიიჩნევა, რომ ეხმარება სტრესის მოხსნაში და აგზნებაში ეხმარება ადამიანს, თუმცა ძალიან მაღალი ეფექტურობა არ აქვს, რა თქმა უნდა, ახლა, მაგრამ როგორც დამხმარე საშუალება შესაძლებელია სრულად. მისი მიღებაც მით უმეტეს რომ ეფექტურია და საკმაოდ კარგია. არის ეს არის კიდე მცენარე, რომელიც ცნობილია horny goat weed, ესე ქვია, ეპიმედიუმი, ეგ არის მთავარი მოქმედი ნივთიერება და ესე საკვები დანამატია, მოკლედ, რომელსაც აქ შერეული ისინი რა, შერეული კვლევები აქ რომ ზოგის მიხედვით ეფექტურია, ზოგის მიხედვით ნაკლებ ეფექტურია, მაგრამ როგორც საკვები დანამატი ცუდი არ არის, მოკლედ და ცნობილია თავისი ეგეთი განსაკუთრებით თხებს აღაგზნებდა ხოლმე და მაგიტო ქვია ეგეთი სახელი. შესაბამისად ცნობილია თავისი ესეთი მოქმედებით. რისი გაკეთება შეიძლება, რომ კაცმა აიცილოს თავიდან ერექციული დისფუნქცია? პირველი მოწევის შეწყვეტა. მოწევის შეწყვეტა ნიშნავს დაახლოებით 20-25%-ით ერექციული ფუნქციის გაუმჯობესებას. და ისიც არის, რომ ადამიანებს ერექციული ფუნქცია არ ნიშნავს მარტო, რომ სრულიად კრახს ხარისხობრივი სხვაობებიც არის და ხარისხობრივი სხვაობების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია მოწევის შემცირება, წონაში კლება 30-40%-ით აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას, ამით მნიშვნელოვანია. ვარჯიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კიდე და ჯანსაღი კვება სათქმელად ადვილი, გასაკეთებლად ძნელი, მაგრამ მაინც ალკოჰოლის შემცირება, ალკოჰოლი თავისუფლად ტოქსინია კიდე, ღვიძლისთვის ცალკე პრობლემაა, სისხლძარღვებისთვის პრობლემაა, შესაბამისად მის შემცირება, სტრესის მართვაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ძილი დაახლოებით 25%-ით. ქოლესტერინის კონტროლი და წონის და წნევის კონტროლი მნიშვნელოვანია, ეგეც დაახლოებით 25% მოქმედებს რეალურად ერექციულ ფუნქციაზე. თუ ადამიანს დიაბეტი აქვს, დიაბეტის და გლუკოზის კონტროლი, იმ ადამიანებს, რომლებიც მათ შორის ვისაც დიაბეტი აქვს, ვინც აკონტროლებენ გლუკოზის დონეს, უკეთესი ერექციული ფუნქცია აქვს და ეს კვლევებით არის დადგენილი შესაბამისად. მნიშვნელოვანია. ხო, კიდე არის რომ თუთიაზეა ხოლმე საუბარი, L-კარნიტინზე, რომელიც L-კარნიტინი როგორც დამხმარე საშუალება მეტი ენერგიისთვის, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის შესაძლებელია,
თუთია კიდე მამაკაცისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მოკლედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც კაცისთვის განსაკუთრებით ბევრ პროცესში მონაწილეობს აუცილებელი მის სქესობრივი ფუნქციისთვისაც. შესაბამისად, თუთის ნაკლებობა იწვევს ერექციული დისფუნქციას, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ხელს უწყობს. და კიდევ ერთხელ ვიტყოდი იმას, რომ ჯამში ეგ არის კუმულირებული ეფექტია. არ არის ისე, რომ ადამიანს თქვას, რომ მე ხა ასაკში შევედი, ტესტოსტერონი შემიმცირდა და ამიტომ მოხდა. შეიძლება რომ ეგეც იყოს მთავარი ფაქტორი, მაგრამ მთავარი ფაქტორები როგორც წესი არის კომბინირებული, ბევრი, მათ შორის დიაბეტი, მათ შორის მაღალი წნევა, მათ შორის ჭარბიწონა, მათ შორის მოწევა, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი ერთად რომ არ მოხდეს, ამისთვის არის გამოსავალი ჯანსაღი ცხოვრების წესი. ხო, აი კიდე ეს horny god weed რო არის ეპიმედიუმი. ამაზე გამომახვილებდი ყურადღებას, იმიტომ რომ მიიჩნევა, რომ რაღაც ფოსფოდიესტერაზას სუსტი ინჰიბიტორია და მიიჩნევა, რომ მეტნაკლებად ეფექტური არის და კვლევები აქვს სხვათა შორის, ოღონდ ჩატარებული აქვს ცხოველებზე. ეგ პრობლემაა, რა თქმა უნდა, ადამიანებზე საჭირო კვლევები, მაგრამ მაინც ხო. აი ეს იყო რის თქმაც მინდა და მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ და რომ უსმენთ ჩემს ვიდეოს. მადლობა ინტერესისთვის. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ და ან გააშეარეთ, ან დააკომენტარეთ, მოკლედ რაიმე სახის აქტივობას თუ გამოიჩენთ ხოლმე, იქნება კარგი. მადლობა.